ახლა უნდა ვისაუბროთ ამერიკის სილიკონის ველის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სკანდალზე. კომპანია Anthropicმა ამერიკის ომის დეპარტამენტთან ხელშეკრულების დადებისთანავე განაცხადა, რომ კომპანიისთვის მიუღებელი იყო მათი AI-ის, Claude-ის გამოყენება ორი კონკრეტული მიზნით: ხალხზე მასობრივი ზედამხედველობისთვის და ავტონომიური იარაღის სამართავად. Claude-ის გამოყენებამ 2026 წლის ოპერაციებში კი ცხადყო, რომ კომპანიის პრინციპები დაირღვა. საქმე ის არის, რომ Maven-ისა და Claude-ის ჰიბრიდული სისტემა გამოყენებული იყო Maduro-ს დაკავების ოპერაციაშიც და ბრძოლის ველის მიღმაც. AI-ის მთავრობა იყენებს მასობრივი ზედამხედველობისთვისაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებში იმიგრაციის სააგენტოები მსგავსი ტექნოლოგიებით აკონტროლებენ შემოსულ ადამიანებს, რაც დიდ კრიტიკას იწვევს და ამას მოჰყვა დიდი განხეთქილება. Anthropic-ის ხელმძღვანელმა Dario Amodei-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ახსნა ამერიკის ომის დეპარტამენტის ინტერესებთან კონფლიქტი. განცხადებაში ვკითხულობთ: ჩვენ, Anthropic-ი, მხარს ვუჭერთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კანონიერ საგარეო დაზვერვით და კონტრდაზვერვით მისიებში, მაგრამ ამ სისტემების გამოყენება მასობრივი შიდა ზედამხედველობისთვის შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან. AI-ზე დაფუძნებული მასობრივი ზედამხედველობა სერიოზულ და ახალ საფრთხეებს უქმნის ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. რაც შეეხება სრულად ავტონომიურ იარაღს, Amodei განმარტავს: დღევანდელი მოწინავე AI სისტემები უბრალოდ არ არის საკმარისად სანდო სრულად ავტონომიური იარაღების მხარდასაჭერად. ჩვენ შეგნებულად არ გავცემთ პროდუქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკელ სამხედროებს თუ მშვიდობიან მოქალაქეებს. The AI systems of today are nowhere near reliable enough to make fully autonomous weapons. And I think we are a good judge of what our models can do reliably and what they cannot do reliably. მაგრამ ამერიკის ომის დეპარტამენტის განცხადებით, მათ აინტერესებთ მხოლოდ ისეთ AI კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც არ აქვთ პრობლემა მათი ტექნოლოგიები გამოყენებული იყოს ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამერიკის მთავრობის თქმით, AI-ის გამოყენების ის მიმართულებები, რაზეც კომპანია Anthropic-ს პრობლემები აქვს, არის კანონიერი. თუმცა Amodei-ის განცხადებით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კანონმდებლობა ჯერ ვერ დაეწია ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდ შესაძლებლობებს. დასაკვირველია, ეს განცხადებები ტრამპის ადმინისტრაციას ვერ მოეწონებოდა და თებერვლის ბოლოს დონალდ ტრამპმა სახელმწიფო სტრუქტურებს Claude-ის გამოყენება ეგრევე აუკრძალა. მეტიც, კომპანია გამოცხადდა მომარაგების ჯაჭვის რისკად, რაც იმას ნიშნავს, რომ Anthropic-ი ვეღარ აფორმებს თავდაცვის სექტორთან ვერანაირ კონტრაქტს. ეს კი კომპანიას ფინანსურად აზარალებს. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.